მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო, დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრებთ მნიშვნელოვან საკითხზე და გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის მიერ, რომელიც შეეხება რუსეთიდან გაზის მომარაგების მნიშვნელოვან შეზღუდვას და ეს მოიცავს რეალურად არა მხოლოდ რუსეთის საკითხს, არამედ ასევე ჩვენს რეგიონსაც ეხება, კერძოდ აზერბაიჯანს და თურქეთს განსაკუთრებით და ამაზე ახლა ვისაუბრებთ, როგორ ეხება გაზის მიმართულებით რუსეთის ტრანზიტი საერთოდ როგორ არის ორგანიზებული, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ზოგადად გეტყვით, რომ რუსეთის ენერგეტიკული, მათ შორის ეკონომიკური უპირატესობაც მეტწილად დგას სწორედ ნავთობის და გაზის ექსპორტზე. ნავთობის მიმართულებით იცით, რომ კონკრეტული შეზღუდვები არსებობს და საკმაოდ რთულია რუსეთისთვის ნავთობით ვაჭრობა, მათ შორის ფარულ ფლოტს იყენებს, რომლის მიმართულებითაც აქტიური ნაბიჯები გადადგეს ბოლო პერიოდში შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა დაახკვეთეს რუსეთის ფარული ნავთობის ფლოტის გადაადგილება. თუმცა გაზი რჩება ერთ-ერთ ასევე საკვანძო მიმართულებად და ევროპული ქვეყნები, ესე იგი, საკმაოდ აქტიურად ყიდულობდნენ რუსულ გაზს, როგორც იცით. ახლა მიმდინარეობს კონკრეტული ნაბიჯები და რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება EU2026-261, რომელიც ეტაპობრივად ზღუდავს რუსეთის, ესე იგი, ბუნებრივი გაზის იმპორტს ევროკავშირში და ეს მოიცავს რეალურად როგორც გაზსადენებით ამ გაზის მიწოდებას, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი არის, ასევე მოიცავს სხვა ტიპის გაზსაც აუცილებლად და ეს არის სწორედ ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ რუსეთი თხევადი ბუნებრივი აირის მეშვეობით ახორციელებდა გვერდის აავლას გარკვეულად აი ამ სანქციების, ასევე ფლოტს იყენებდა ამისთვის და თხევადი ბუნებრივი აირი ზოგადად არის ასე ვთქვათ, საკმაოდ ეფექტური საშუალება გაზით ვაჭრობით, არა იმდენად როგორც მილსადენი, მაგრამ რეალურად ალტერნატივას წარმოადგენს მილსადენისთვის და რუსეთი, როდესაც აი მილსადენების მხრივ პრობლემები შეიქმნა გაზის, ამ მიმართულებით გადადგა სწორედ ნაბიჯი, ანუ სწორედ თხევადი ბუნებრივი აირის გემების მეშვეობით გადატანას მისცა პრიორიტეტი. და რეალურად ევროკავშირის შეთანხმება ახლა მოიცავს იმას, რომ 2027 წლის შემოდგომიდან სრულად უნდა შეიზღუდოს ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული გაზის მიწოდება Repower EU პროექტის და გადაწყვეტილების ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში შემოდის ძალიან საინტერესო შემოწმების მექანიზმი, რომელიც გულისხმობს წინასწარ ნებართვას გაზის იმპორტზე და რომელიც ასევე ავალდებულებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს შეამოწმონ და დარწმუნდნენ გაზის წარმოშობის ადგილის შესახებ, ანუ ეს არა მხოლოდ უნდა იყოს ზოგადი მტკიცებულება, საიდან მოდის გაზი, არამედ კონკრეტულად სად არის მოპოვებული გაზი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სანამ გავაგრძელებთ და უფრო დეტალურად ძალიან საინტერესო ფაქტებს მოგიყვებით, გთხოვთ რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ვიდეო, მოიწონოთ, ასევე დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, გამოიწერეთ არხი და შეგიძლიათ ჩართოთ შეტყობინებები, ამით თქვენ ძალიან ეხმარებით არხს და ხელს უწყობთ იმას, რომ ახალი ასეთი ანალიზი მოვამზადოთ თქვენთვის. თუ თქვენ მოგწონთ, რასაც ვაკეთებ და გსურთ რომ ეს გაგრძელდეს, გთხოვთ რომ ეს გაითვალისწინოთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იმ მხრივ არის, რომ რეალურად ევროკავშირი გეგმავს სერიოზული მექანიზმების ამოქმედებასაც, მათ შორის სასანქციო და ჯარიმების შიდა მიმართულებითაც, თუ ვინმე დაარღვევს აი ამ კონკრეტულ ახალ კანონს. წინასწარ ნებისმიერი გაზი, რომელიც შემოდის ევროკავშირში, უნდა იყოს ცნობილი, არის თუ არა რუსული, ან სადაურია ზუსტად. და რეალურად უკვე ჩდება ასეთი ვალდებულება, რომ ერთი კვირით ადრე, სანამ გაზის იმპორტი მოხდება, ეს შეტყობინება იყოს გაგზავნილი ცენტრალურ ძებულად ევროკავშირისთვის.
აქვე უნდა ვთქვათ, რომ გაზის არა მხოლოდ საბუთი უნდა იყოს უბრალოდ, საიდან მოდის ეს გაზი, არამედ მყარი მტკიცებულება, რომ ეს გაზი არ არის მოპოვებული რუსეთში და გარკვეული ტექნიკური ამ შემთხვევაში მტკიცებულებებიც იქნება აუცილებელი. და ჩამონათვალი ჩამოაყალიბეს ევროკავშირმა ქვეყნების, ვისაც ეს არ ეხება. და ეს არის ძალიან საინტერესო. იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ესე იგი 2024 წელს 5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტის იმპორტი მოახდინეს ევროკავშირში, ეს არ არის მთავარი ამბავი, ვინც თავად აკრძალა რუსული გაზის იმპორტი და ამავდროულად ვისაც არ გააჩნია ინფრასტრუქტურა რუსული გაზის იმპორტის, ამ ქვეყნებიდან გაზის შემოწმებას არ გაივლის. და ასეთი ქვეყნები არის შეერთებული შტატები, თხევად გასაცვლის ევროკავშირს, ასევე არის ნორვეგია, ძალიან მდიდარი ქვეყანა გაზის და ნავთობის მიმართულებით, თუმცა რუსეთთან არ აქვს არანაირი ინტეგრაცია სისტემების, კატარი ასევე სპარსეთის ყურეში მდებარე ქვეყანა, მაგრამ კატარს არ გააჩნია ასევე შესაძლებლობა რუსული გაზი მიიღოს. დიდი ბრიტანეთი, იქაც ჩრდილოეთ ზღვაში არის საკმაოდ სერიოზული მარაგები ნავთობის და გაზის, ალჟირი და ნიგერია. ხო, ალჟირი და ნიგერიას მიმართულებითაც ხვდებით, რომ რუსული გაზი იქ ვერ აღმოჩნდება. რეალურად ვინც ხდება ვინც რჩება, რომ არის გაზის მიმწოდებელი ევროკავშირში, მაგრამ არ არის ამ ჩამონათვალში, რადგანაც მათ გააჩნიათ რუსულ გაზთან პირდაპირი შეხების წერტილები, გაზსადენები მაგალითად, ეს არის თურქეთი და აზერბაიჯანი. და შესაბამისად რეალურად გამოდის, რომ ევროკავშირის ეს ინიციატივა, ეს ახალი შეზღუდვა პირველ რიგში ეხება სწორედ თურქეთს და აზერბაიჯანს. ზოგადად უნდა გითხრათ, რომ 2025 წლის მარტში ევროპულმა გამომცემლობამ პოლიტიკომ გამოაქვეყნა ინფორმაცია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა ახორციელებდეს რუსული გაზის რეექსპორტს ევროპაში. ბაქოში ამას ჰქონდა ძალიან მწვავე რეაქცია ამაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ პოლიტიკო დეზინფორმაციას ავრცელებს და რუსეთიდან არ ხორციელდება გაზის იმპორტი აზერბაიჯანის მიმართულებით. სვოპ, ესე იგი, სეზონური გაცვლა ხდება გაზის 1 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით, ხოლო აზერბაიჯანის ექსპორტი დაახლოებით 25 მილიარდ კუბურ მეტრს მოიცავს წელიწადში. რეალურად ვიტყვი, რომ აზერბაიჯანის მიერ რუსული გაზის ექსპორტის საკითხი მაინც მეტნაკლებად შეზღუდულია, ვერ ვიტყვი, რომ ეს რეალური, სავარაუდოდ აზერბაიჯანის მიმართ ეს არის უფრო პრევენციული ხასიათის, რომ არ გახდეს ესეთი შესაძლებლობა და ძირითადად თურქმენულ გაზზეც აზერბაიჯანული გაზის გარდა ტრანსკასპიული გაზსადენის მეშვეობით თურქმენულ გაზზეც დაიწყოს უფრო აქტიური მუშაობა აზერბაიჯანმა. თუმცა, რა თქმა უნდა, თეორიულად აზერბაიჯანს შეუძლია რუსული გაზის კიდევ უფრო დიდი მოცულობის შეზღუდვა, გაყიდვა და ასე შემდეგ. ეს ერთი საკითხი არის, რომელიც გვარდება ევროკავშირიდან, მაგრამ საქმე რეალურად სხვაგან არის და ამ პრობლემას, ამ საკითხს ჰქვია თურქეთი. და ახლა მოგიყვებით რატომ? თურქეთის მიმართულებით საინტერესო ის არის, რომ თურქეთის სამთავრობო მედია, ანალიტიკოსები და ასე შემდეგ, ასევე მთავრობაც ღიად აცხადებენ, რომ თურქეთი უნდა გახდეს ენერგეტიკული ჰაბი. და რეალურად ეს გულისხმობს რას? რომ თურქეთი აპირებს გაზის მიმართულების, უკვე ყიდულობს თურქსტრიმის მეშვეობით, რუსები რომ ტურეცკი პატოკ უწოდებენ, ამ გაზსადენის მეშვეობით, რომელიც უნდა სამხრეთის გაზსადენი ყოფილიყო ევროპაში, მაგრამ მერე შეცვალეს და გახდა გაზსადენი თურქეთში. ამ გაზსადენის მეშვეობით ყიდულობენ რუსულ გაზს. გარდა ამისა, აზერბაიჯანიდან იღებენ ბაქო, თბილისი, ერზრუმი გაზსადენით გაზს და ასევე ირანულ გაზსაც იღებენ პირდაპირ ირანიდან. და ამ ლოგიკის ფარგლებში, პრინციპში პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ თურქეთს უნდა ჩამოაყალიბოს ასეთი Turkish blend, თურქული ბლენდი,
გარკვეულწილად, გაცილებით უფრო ალბათ ლოგიკური იქნება დავტოვოთ ეს სახელწოდება, თუმცა blend-ი ინგლისურიდან გეტყვით, რომ ნიშნავს შერევას. და შესაბამისად, თურქული აი ამ შერეული გაზი თურქული უკვე გახდა, ხედავთ სახელწოდებაში, ეს უნდა იყოს რუსეთის, აზერბაიჯანის და ირანის შეერთებული გაზი. ახლა საინტერესო რა არის, რომ რუსული გაზი ევროპაში აკრძალულია და ამ ახალი კანონით იკრძალება და ასევე აკრძალული და იკრძალება ამ ახალი კანონითაც მათ შორის ზოგადად მოიცავს ეს, რა თქმა უნდა, ირანს. ანუ ირანული და რუსული გაზი აკრძალულია, აზერბაიჯანული არა და გამოდის, რომ აზერბაიჯანი ნული გაზის მეშვეობით ხდება ეს თურქული blend-ი და უკვე არეულ გაზში ჩდება რუსული და ირანული გაზი და შესაბამისად თურქეთი შეძლებს ამ გაზის გაყიდვას, როგორც თურქული გაზის. საინტერესო ამბავია ძალიან. ნიჭიერები არიან, ვინც ეს მოიფიქრა. ევროპელებიც ნიჭიერები არიან, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ამაში პრობლემა დაინახეს. რომ ეს უბრალოდ იქნება შუამავლის მეშვეობით გაზის გაყიდვა რუსების და ირანელების მიერ. უეჭველი, რა თქმა უნდა, შემოსავლებს გაზრდის როგორც რუსეთისთვის, ისევე ირანისთვის, იმიტომ რომ მათი გაზი გაიყიდება ჯერ თურქეთში, შემდეგ უკვე ევროპაში. Nordic Monitor-ის ინფორმაციით, რეალურად ეს საკითხი საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა სწორედ თურქეთში და თურქეთი ამას რეალურად გეგმავდა. მათ შორის საინტერესოა, რომ პრინციპში ერთ კიდე პრობლემას, რასაც ხედავენ ზოგადად დასავლეთის ანალიტიკოსები, არის ის, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის swap-ის მეშვეობით შესაძლებელია გარკვეულწილად, რომ რუსული გაზი წავიდეს უკრაინის გავლით ევროპაში და შეფასდეს როგორც აზერბაიჯანული გაზი. ანუ არსებობს ეს ინფრასტრუქტურა და აზერბაიჯანს შეუძლია გაზის მიწოდება, მათ შორის კონკრეტულად რუსეთის გავლით და უკრაინის გავლით ევროპაში. და შესაბამისად, ეს საკითხი კიდევ ერთი ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია დღის წესრიგში. იურიდიულ დეტალებზე გეტყვით, რომ ესე იგი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა შეწყდეს 2027 წლის იანვარში. გასცადენების მეშვეობით 2027 წლის სექტემბერში საბოლოო გრძელვადიანი კონტრაქტების ფარგლებში, ოღონდ იმიტომ რომ მოკლევადიანი კონტრაქტების ფარგლებში 2026 წლის აპრილში. ანუ მოკლევადიანი კონტრაქტები გასცადენებით 2026 წლის აპრილი, გრძელვადიანი 2027 წლის სექტემბერი, ხოლო 2027 წლის იანვრიდან მათ შორის თხევადი ბუნებრივი აირი. ამით რუსული ბუნებრივი აირის შესვლა ევროკავშირში 2027 წლის სექტემბრიდან სრულად დასრულდება. მანამდე ეტაპობრივად დასრულდება, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად დაარტყავს რუსეთს რუსულ ეკონომიკას. ამაზე ჩვენ თქვენთან ერთად ცალკე ვისაუბრეთ, თუ რა პრობლემები გააჩნია რუსულ ეკონომიკას და რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ გაიზრდება შეზღუდვები რუსულ გაზზე, ამას ექნება უზარმაზარი მნიშვნელობა მათ შორის ამ კუთხითაც. და ამას აქვს ერთი მკაფიო კონკრეტული მდგენელი. ნახეთ, ნავთობის მიწოდება თუ რეალურად შეგიძლია სწორედ აი ამ ტანკერების მეშვეობით საკმაოდ შორს, თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას ყველგან ვერ მოახერხებ, მაგას სჭირდება სპეციალური ტექნოლოგიები. ამიტომ ძირითადი მომარაგების ადგილი მაინც უნდა იყოს დასავლეთი ევროპა მაგალითად. მეორე მომენტია, რომ ჩინეთის მიმართულებით ხდებოდეს ეს, მაგრამ რუსეთს ეს ინფრასტრუქტურა შორეულ აღმოსავლეთში ისედაც არ აქვს, რომ აწვდიდეს თხევად გაზს. ამიტომ რეალურად რუსეთს სჭირდება გასცადენი. გასცადენი ციმბირის ძალა კი აქვს რუსეთს ჩინეთის მიმართულებით. ჯერ ერთი წარმოუდგენლად იაფი ფასები დევს იქ კონკრეტულად რუსეთისთვის, ანუ რა ფასადაც ყიდის და ჩინეთს აქვს ძალიან დიდი ფასდაკლებები ამ მიმართულებით. მაგრამ ციმბირის ძალა ორი გასცადენისთვის რეალურად იგეგმება რუსეთს ძალიან უნდა ამ გასცადენს აშენება, მაგრამ ჩინეთს უნდა იქ წარმოუდგენელი ფასდაკლებები, წარმოუდგენელი. ანუ პრაქტიკულად
თვითღირებულებაზე ოდნავ მეტი უნდა იყოს ეს ამ გაზის მიყიდვა. საქმე იმაშია, რომ რუსეთს გამოსავალი არ აქვს. გაზის საბადოს დახურვა წარმოუდგენელი ამბავია. ვერ შეძლება ამას. შესაბამისად, თუ რუსეთი ამ გაზს არ მიაწვდის, ან თურქეთს, ან ევროპას, ან რომელიმე, ან ჩინეთს, მაგრამ ჩინეთს აწვდის და არ ყოფნის, ანუ ეს გასადენი გადავსებულია უკვე ისედაც ციმბირის ძალა და გასადენი არ ექნება უბრალოდ. ან თურქეთის მიმართულებით თუ და გაზარდოს, რადგან ევროპის მიმართულებით არის შემცირებული. ან ან რეალურად ციმბირის ძალა ორი ააშენოს. ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას იქნება უზარმაზარი დარტყმა. ისედაც პრინციპში გაზპრომს აქვს წარმოუდგენელი შედეგები. ერთ მომენტში ისტორიაში იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია, ეხლა არის პრაქტიკულად ბანკროტი და გაღატაკებული წარმოუდგენლად მცირე ზომის, რადგანაც მთელი მისი ექსპორტი იდგა ევროპულ პრემიუმ ბაზრებზე. ახლა დგას რეალურად უკვე ჩინურ ძალიან იაფ და თურქულ იაფ უბრალოდ ბაზარზე. და როგორც ჩანს, ახლა ეს სქემა იყო მოფიქრებული, რომ თურქეთის მეშვეობით გაეკეთებინა ეს რუსეთს და ევროპა ამას ზღუდავს. არ დაუშვებს უბრალოდ ამას, მას ურჩევნია კატარის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის თხევადი გაზი და ელსადენებითაც, გასადენითაც მიიღოს გაზი, ვიდრე რუსული გაზი მიიღოს თურქეთიდან. აზერბაიჯანულ გაზზეც პრობლემა არ აქვს, მაგრამ თუ ეს აზერბაიჯანული გაზი არ იქნება რუსული, ასევე თურქმენული გაზიც იგივე ლოგიკაში ჩნდება. ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი. შესაბამისად, პოლიტიკურად ასევე უნდა ვთქვათ, რომ მოსალოდნელია პრორუსული ქვეყნები, ქართული ოცნების სტრატეგიული მოკავშირეები ევროკავშირის შიგნით, უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ გამოვიდა არაფერი, მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ეს ქვეყნები, უნგრეთი და სლოვაკეთი აპირებენ ეს გაასაჩივრონ ევროკავშირის სასამართლოში. ანუ საქართველოს ამ შემთხვევაში საქართველოსთვის ყველაზე ახლო პარტნიორები ამ მომენტისთვის ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად ხელს უწყობენ რუსეთის მიერ გაზის გაყიდვის პროცესს ევროკავშირში, ხო? რავი, დაფიქრების საკითხი უნდა იყოს მაინც რატომ ხდება ასე. რატომ აკეთებენ ამას უნგრეთი და სლოვაკეთი, სადაც პოპულისტური პრორუსული გარკვეულწილად ძალები არიან ხელისუფლებაში და რატო ემთხვევა საქართველოს და ამ ქვეყნების პოზიციები ერთმანეთთან. თუმცა, როგორც ჩანს, არაფერი წინსვლა არ ექნებათ ამ კუთხით, იმიტომ რომ ევროკავშირის სასამართლო დიდი ალბათობით არ გაითვალისწინებს მათ ამ გადაწყვეტილებას. აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, უფრო მორიდებული გახდება, ეხლა თან დაძაბული აქვს ძალიან რუსეთს და აზერბაიჯანს ურთიერთობები და დიდი ალბათობით ამას კიდევ უფრო გამოიყენებს აზერბაიჯანი მიზეზად, საბაბად და კიდევ უფრო შეზღუდავს, როგორც ჩანს ჩემი ანალიზით, ამ საკითხს, ანუ შეიძლება სვოპზეც უარი თქვას და აზერბაიჯანი ძირითადად ეცდება, რომ საკუთარი მარაგები პლუს ამას ყაზახური ან თურქმენული, ძირითადად თურქმენული მიმართულებით გადადგას ნაბიჯები, იმისთვის რომ ამის ფარგლებში არ მოხვდეს, მაგრამ შემდეგი არის თურქეთის გავლით და აი აქ უკვე დაზუსტდება ეს ამბავი როგორ ხდება. თუმცა არ იქნება პრობლემა მარტო აზერბაიჯანული თურქმენული გაზის მიწოდება, შეიძლება პრობლემა იყოს თურქეთიდან სწორედ ამ გაზის მიწოდება. ერთი კიდევ პროექტი იყო ზოგადად, რომელიც სავარაუდოდ გაცოცხლდება, ეს იყო კატარის გაზის მიწოდება თურქეთში სირიის გავლით. ახლა, როდესაც სირიაში ერდოღანმა და თურქეთმა გაიმარჯვეს, იქ არის მათი მოკავშირე ძალა, კატარი არის პრინციპში თურქეთის მთავარი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში, საკმაოდ ესეთი ძმები მუსლიმების კონტექსტში ერთად არიან და ანტი-ისრაელის პოზიციაში ერთად, ჰამას ერთად უჭერენ მხარს, ჰამასის უკან დგას ორი ქვეყანა რეალურად, თურქეთი და კატარი. ეს საინტერესო პროცესი იქნებოდა. იქ საუდის არაბეთს ჰქონდა სხვა პოზიციები, მაგრამ საუდის არაბეთის პოზიციები შეიცვლება დიდი ალბათობით, როდესაც თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი აღმოჩნდებიან ამ ერთობლივ ნატოში, მუსლიმურ ნატოში. ამაზე გეტყვით ორიოდე წინადადებით სიახლეს, რომ
იაშარ გიულერმა, თურქეთის ასე იგი თავდაცვის მინისტრმა და ყოფილმა გენშტაბის მინისტრმა, გენშტაბის მეთაურმა, კაცრავად, განაცხადა, რომ თურქეთისთვისო ნატოში წევრობა არ გამორიცხავს სხვა ალიანსებში წევრობასო და თან ჩვენ მარტო იმ მიმართულებით ვერ დავტოვებთო ჩვენს უსაფრთხოებას, ამიტომ ეს საუდის არაბეთთან და პაკისტანთან ერთად ალიანსიო განიხილება აქტიურად. ანუ ყველაფერი დღის წესრიგშია. თუ ეს მოხდება, შესაძლოა სწორედ საუდის არაბეთის გავლით ესეთი გასცადენიც აშენდეს და კატარის გაზის ექსპორტიც იყოს თურქეთის გავლით. იქ ირანული გაზი და რუსული გაზი, ანუ რამდენად რეალურად მთავარი ამბავი ეს არის მაინც. შეძლებს ევროკავშირი გაკონტროლებას, ეს სუფთა აზერბაიჯანული გაზია, თუ ნარევი არის, თუ კატარის გაზია, თუ ნარევი არის. მოკლედ, რთული თემა არის, მაგრამ აშკარად ევროკავშირი აპირებს ამ ყველაფრის შემოწმებას და ამ ყველაფრის მიმართულებით მუშაობას. ვფიქრობ, რომ საინტერესო საკითხი იყო და მნიშვნელოვანი იყო ამ მიმოხილვის მომზადება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.